მოგესალმებით მილანიდან. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გულში, პინაკოტეკა ამბროსიანაში, მუზეუმი, რომელიც ინახავს ლეონარდო და ვინჩის, კარავაჯოსა და რაფაელის შედევრებს. შესვლისთანავე საოცარი განწყობა მოაქვს ინტერიერს, განათება და სიმკვდროვე, თითქოს გამზადებს დროში მოგზაურობისთვის. მუზეუმი მდებარეობს მილანის ცენტრში, დუომოსთან ახლოს. იგი დააარსა კარდინალმა ფედერიკო ბორომეუმ 1620 წელს. შენობის ინტერიერი ისტორიულია. ბიბლიოთეკის დარბაზი, ძველი წიგნები და ხელნაწერები განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. ბიბლიოთეკა ცნობილია თავისი 30,000-ზე მეტი ძველი ხელნაკეთით და 50,000-ზე მეტი იშვიათი წიგნით. აქ ინახება ლეონარდო და ვინჩის კოდექს ატლანტიკუს, რომელიც მოიცავს მისი იდეების ნახაზებს და გამოგონებებს, სადაც დაახლოებით 1119 ნახაზი და ჩანაწერია. ბიბლიოთეკის დარბაზი თავად არის ხელოვნების ნიმუში, ხის თაროებით, სვეტებით და ისტორიული ატმოსფეროთი. აქ თავს ისე გრძნობ, თითქოს ეს იმ ეპოქაში დავბრუნდი, როდესაც იქმნებოდა ეს ყველაფერი. ეს არ არის მხოლოდ მუზეუმი, ეს არის დროის მანქანა, სადაც საუკუნეების წინ მოგზაურობა შეგიძლია. თუ მილანში მოხვდებით, ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ჩემთვის ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება და აუცილებლად დავბრუნდები, რათა კიდევ უფრო მეტი რამ აღმოვაჩინო.